მოგესალმებით. Ამ ეპიზოდში იქნება საუბარი ასტროლოგიურ ამინდზე, რომელიც გველოდება უხოლოეს მომავალში. 14 მარტს არის მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს არის მზის დაბნელება. ჯიოტიშის თანახმად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. როგორც ჯიოტიში გვეუბნება, მთვარე ეს არის ჩვენი გონება, ხოლო მზე წარმოადგენს ჩვენს ცნობიერებას, ჩვენ ეგოს, ასევე. შესაბამისად, ამ ორი მნიშვნელოვანი პლანეტის დაბნელება, ასე რომ ვთქვათ, არის იწვევს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. და ეს ცვლილებები აღსაქმელი არის ადამიანისთვისაც. შეიძლება ვიღაცა ძალიან გაუკვირდეს, რომ რა შუაში არის მთვარე ან სადღაც მზე, მაგრამ და ეს ჩემზე რა გავლენას მოახდენს, მაგრამ რეალურად აქვს. მინიმუმ ის მაინც ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები სავსე მთვარის ან ახალი მთვარის დროს და ამ ფაზებს ამთხოვდნენ თავიანთ სამუშაოებს და მიწათმოქმედება და გადარგვა, დარგვა, თესვა ხნა იყო დაკავშირებული დიდწილად ამ მთვარის ფაზებთან. ასე რომ ჩვენ წინაპრებს რაღაცა ცოდნა ჰქონდათ და ლოგიკურიც არის, რომ ეს ცოდნა ჩვენს გამოვიყენოთ ჩვენ ყოველდღიურობაში. შესაბამისად ითვლება, რომ ეს პერიოდი ცოტა რთული პერიოდი არის, იმიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენი გონება არის მთვარე, ხოლო ჩვენი სული არის მზე, აი ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, ორივეზე ნეგატიურად აისახება. ერთის მხრივ გონებაზე და მეორეს მხრივ ჩვენ სულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი გონებასთან და სულთან ცოტა ფერხდება. ამას ეძახიან აი ამ პერიოდს მთვარის დაბნელებიდან მზის დაბნელებამდე ამ პერიოდს ეძახიან დაბნელების კორიდორს, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, წყალებში რთულ პერიოდად წლის განმავლობაში. მისი ეფექტი, როგორც იზომება, იწყება დაბნელებიდან 5 დღით ადრე, მთვარის დაბნელებიდან 5 დღით ადრე, რომელიც არის ჩვენ შემთხვევაში 9 მარტი და გრძელდება მზის დაბნელებიდან კიდე 5 დღე, შესაბამისად 3 აპრილამდე გაგრძელდება ეს პერიოდი. რეკომენდაციები, რაც არის ამ პერიოდში, ჯობს, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვეცადოთ, რომ არ გავღიზიანდეთ და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ადგილებისგან, აი რაღაც ზედმეტი ურთიერთობებისგან. არ არის რეკომენდირებული ამ დროს ახალი საქმის დაწყება, რაღაცის წამოწყება. ჯობია რაც საქმეებიც გააქვთ, ის საქმეები, ასე რომ ვთქვათ, ჩახუროთ, დაამთავროთ და აი ეს ახალი ფაზა, როდესაც დაიწყება უკვე აპრილიდან, ახალი ენერგიებით, ახალი საქმეები დაიწყოთ. ამ პერიოდში ჯობია, რომ ეს დრო დაუთმოთ სულიერ განვითარებას, იქნება ეს მედიტაცია, იოგა, ლოცვა, თუ რაც არ უნდა იყოს, სასურველია და რეკომენდირებულია, რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ ჩვენში, საკუთარ თავში. ეს მოგცემს საშუალებას, რომ შევამციროთ ის ნეგატიური გავლენა, რაც ამ პერიოდში იქნება და ეს გავლენა იქნება ძალიან დიდი, ეს არ მოქმედებს მხოლოდ ინდივიდზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს ყველაზე და შეიძლება ვისაც დაკვირვება დაწყებულია და აწარმოებს ამ დაკვირვებებს თუ როგორ რეაგირებს ხალხი ან ინდივიდი ამ ცვლილებებზე, ძალიან მარტივად შეამჩნევს, რომ ცოტა უფრო მეტი გაღიზიანება იქნება, ცოტა უფრო მეტი ჩხუბი იქნება, ცოტა მეტი დაძაბულობა იქნება, შეიძლება ავარიების რაოდენობამაც იმატოს, ამიტომ ითვლება, რომ ამ დროს არ არის სასურველი, რომ დავგვიგმოთ მოგზაურობა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მშვიდად ვიყოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში, რა პერიოდში ჩვენ ვართ, რა განლაგებაც არის ეცაში, პლანეტების ქმნიან ძალიან უნიკალურ ასპექტებს. ძალიან უნიკალური განლაგება არის, რომელიც დაახლოებით იგივე განლაგება იყო 2019-ში, დაახლოებით, ცოტა სხვა პოზიციიდან, თუმცა ვიცით 2019 წლის ამ განლაგებას რა მოყვა და ეს იყო კორონა. და ეს თელი ცვლილებების სამყაროში და ამ ცვლილებების შედეგებს დღემდე ვიმკით. დაახლოებით იგივე პლანეტარული განლაგება ემთხვევა ამ დაბნელების კორიდორს და ოღონდ ეს უფრო თუ კორონა იყო აი საკუთარ თავში, ესე რომ ვთქვათ, ჩატრიალება, დამშვიდება, დაწყნარება, რაღაცების გამორკვევა, ილუზიების დანგრევა საკუთარ თავში, ეხლა ეს მოხდება გარეთ და ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს ილუზიების დანგრევას გარეთ სამყაროში. ძირითადად ეს ჩვენ შეხედულებებს
ეხება და იმ სოციალურ წყობას თუ გაგებას რა მდგომარეობაშიც ახლა ჩვენი ცივილიზაცია იმყოფება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტარული პერიოდი გვაქვს, ეს დაბნელების კორიდორი, ასე რომ ვთქვათ, დაარესტარტებს, ანუ გააქტიურებს ამ პლანეტარულ განლაგებას და უფრო მძაფრად და უფრო მკვეთრად შემოვა მათი გავლენა, პლანეტების გავლენა ჩვენ ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ლოგიკურიც არის, რომ უფრო შვიდად და უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ამ პერიოდს, ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ საკუთარ თავში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პასუხები არა გარეთ, არამედ საკუთარ თავში ვეძიოთ. საშიში და კატასტროფული არაფერი არ არის, ამ სამყაროში ყველაფერი რაღაც კანონზომიერებით ხდება, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ამ დაბნელებების კორიდორის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, როგორც პლანეტარულ თვალსაზრისით, ასევე ჩვენთან მატერიალური თვალსაზრისითაც. ორი სიტყვით რო ვთქვა, რა ცვლილებები შეიძლება მოყოს ამ პროცესს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სპეციალური პლანეტარული განლაგება, რომელიც ეხლა არის ზეცაში და გააქტიურდება მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში, ეს ყველაფერი ხდება თევზების ნიშანში. თევზების ნიშანი კიდე არის ყველაზე სულიერი ნიშანი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოხდეს სულიერი გამოღვიძება დედამიწაზე და დიდი ალბათობით ხალხში უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება საკუთარი თავის შეცნობის, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება სულიერი განვითარების. შესაბამისად, ვინც ხართ უკვე ამ გზაზე და პრაქტიკებს ცდილობთ, რომ საკუთარი თავი შეიმეცნოთ და სულიერ პროცესებს გადიხართ, თქვენთვის ეს არის ძალიან კარგი გამოწვევა იმისთვის, რომ ნახოთ რა ეტაპზე ხართ განვითარების, სად გაქვთ დარჩენილი სამუშაო, ხოლო ვინც ჯერ არ ინტერესდება ამ პროცესებით და ჯერ კიდევ გარეთ ეძებს მიზეზებს და შედეგებს, მათთვის ცოტა უფრო რთულად ჩაილვის ეს პერიოდი და დიდი ალბათობით მოხდება ისე, რომ მათი დიდი უმრავლესობა კითხვებს დასმას დაიწყებს საკუთარ თავთან და არა გარე სამყაროში. ერთი შეხედვით ეს შეიძლება იყოს რთული პერიოდი, მაგრამ მეორე შეხედვით ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ სწრაფად და სწორად გავიაროთ ტრანსფორმაცია.